რატომ უშვებს ამდენ შეცდომებს ვერძი ცხოვრების განმავლობაში, რომ დაუკვირდეთ ისედაც ნახავთ, რამდენად ტრანსფორმირდება ვერძი სხვა ნიშნებთან შედარებით, ანუ გაცილებით უფრო მეტი ტრანსფორმაცია ახასიათებს და ვერძი დასაწყისში ცხოვრების დასაწყისში და ვერძი ცხოვრების ბოლოს არის ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ვერძი არის პირველ რიგში ორმაგად წინ დაუხედავი ნიშანი, იმის გამო რომ ეს არის კარდინალური ჯვრის წარმომადგენელი, შესაბამისად ძალიან უყვარს სიახლეები. არ უყვარს საქმის ბოლომდე დასრულება, იმის გამო რომ არის ცეცხლის სტიქია, ცეცხლის სტიქი არის ძალიან აქტიური, ძალიან დომინანტი და ამასთანავე ძალიან სულსწრაფი. შესაბამისად ესეთ ადამიანს როდესაც ხარ კარდინალური ჯვარი და ცეცხლის სტიქია, ერთი სული გაქვს, რაიმე დაიწყო, რაიმე ახალი ნახო, რამე გააკეთო, აი ორიენტირებული ხარ მოქმედებაზე და არა ამ კონკრეტული ერთი საქმის დამთავრებაზე. დამთავრება არ გამოსდის. ძალიან სულსწრაფები არიან, შესაბამისად სულ რაღაც სიახლეები უნდა, სულ რაღაც ახალი უნდათ, ერთს დაიწყებენ, შემდეგ მეორეზე გადადიან, მესამეზე გადადიან. ამის გამო ხდება შეცდომა, იმიტომ რომ არასწორი ქმედებები იმის გამო რომ წინასწარ გათვლილი არ არის არაფერი, წინასწარ დაგეგმილი არ არის არაფერი, არ აქვს მიზანი, ესე ვთქვათ. მთელი მიზანი ვერძის არის ქმედება. ანუ ეს ადამიანი სწავლობს პრაქტიკაში. ამ ადამიანმა უნდა დაუშვეს შეცდომა, რომ რამე ისწავლოს, იმიტომ რომ სხვანაირად წინასწარ რომ დაგეგმოს, შეცდომებს არ დაუშვებს, მაგრამ ბუნებაში, მის ბუნებაში არ არის წინდახედულება და რუტინა, იმის გამო რომ ამ ნიშანში სატურნი არის ესე ვთქვათ პოზიციაში, სუსტი არის ვერძში სატურნი, შესაბამისად ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ვერც არ გამოსდის დაგეგმა, ვერც არ გამოსდის რუტინა, ვერც არ გამოსდის კონკრეტული ესეთი რაციონალური წინდახედულება. ამის გამო ვერც უნდა შეეშალოს, რომ რამე ისწავლოს, სხვანაირად ვერძი ვერაფერს ვერ ისწავლის. თეორიულად რაც არ უნდა უთხრა, მნიშვნელობა არ აქვს. უნდა შეეშალოს, უნდა გადადგას ნაბიჯი და აი ამ პროცესში რამდენჯერაც შეეშლება, უფრო მეტად სწავლობს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან აღარ შეეშლება. შესაბამისად, პლუს ამას ვერძის მმართველი არის პლუტონი. შესაბამისად, პლუტონი ითხოვს ძირეულ ტრანსფორმაციას, პლუტონი ითხოვს ზოგადად ტრანსფორმაციას ყველაფრისას. ჩვენ ვიცით, რომ პლუტონის განსხვავება, პლუტონი იმით განსხვავდება სხვა პლანეტებისგან, რომ ეს არის უჯრედულ დონეზე ტრანსფორმაცია, ეს არის გლობალური ტრანსფორმაცია, ეს არის მაქსიმალური ტრანსფორმაცია, რაც კი შესაძლებელია. შესაბამისად, ვერც ყოველთვის აქვს ეს ტრანსფორმაცია, მაგრამ მორიელისგან განსხვავებით, რომელიც შიგნიდან ცვლის ჯერ და შემდეგ ცვლის გარემოს, ვერძი ჯერ ცვლის გარემოს და შემდეგ იცვლება. ამიტომ ვერძი მაქსიმალურად, ამიტომაც ამბობენ ხოლმე ხშირად, რომ ვერძი კი არ ერგება გარემოს, ვერძი გარემოს ცვლის, რომ გარემო მოერგოს თავის თავს, ესე ვთქვათ, ვერც. გარემო უნდა მოერგოს ვერც, ვერძი გარემოს არ ერგება. შესაბამისად, აი ამის გამო, რომ ძალიან ექსტრავერტული არის, ძალიან სწრაფი არის, იმის გამო, რომ კარდინალური სტიქია, ძალიან სწრაფი არის, იმის გამო, რომ კარდინალური ჯვარია და ცეცხლის სტიქია არის, ძალიან სწრაფია, ძალიან აქცენტირებულია ქმედებებზე.